თაობაზე ამჯერად ჩვენ თქვენი ყურადღება იმ პრაქტიკაზე, რაც გულისხმობს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების დაუსაბუთებლად გამოყენებას. აღნიშნული პრაქტიკა წარმოადგენს რეპრესიის იარაღს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და თავისი სიმძიმით უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და არის არადემოკრატიული, არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს და წარმოადგენს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უკანონო, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გაგრძელებას. პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად არიან ჩართულნი როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე სასამართლო და ქართული ოცნების პარლამენტი. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიცია და სასამართლოები ფართომასშტაბიანად ყოველდღიურად იყენებს გასული წლის დეკემბერში სპეციალურად ამ აქციების ჩასახშობად ქართული ოცნების პარლამენტის მიერ 5 დღის ვადაში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი აღნიშნული ბლანკეტური აკრძალვების გამოყენებას, ასევე ამ აკრძალვების დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური სანქციების გამოყენებას. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის ან სახის ნაწილის დაფარვის გამო, მაშინაც კი, როდესაც პროტესტის მონაწილეა იდენტიფიცირებულნი, ასევე დემონსტრანტებს დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტი არ დასტურდება, მოქალაქეები დგანან ხოლმე ხალხის მასაში ან მონაწილეობენ მასობრივ მსვლელობებში. ინფორმაციისთვის ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა აქციის მონაწილეებისათვის დეკემბერში 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარიდან 15000 ლარამდე. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის გამო 2000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა, ხოლო ავტომობილით ჯგუფურ მონაწილეობაში მონაწილეობამ შეიძლება 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმება გამოიწვიოს. ასევე 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა საპროტესტო პოსტერების გაკვრის შემთხვევაში პასუხისმგებლობა და ასევე ჯარიმები 300-500 ლარიდან 1000-2000 ლარამდე გაიზარდა სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევებისათვის, რასაც დამკვიდრებული პრაქტიკით სასამართლოები იყენებენ ხოლმე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, იმ სტანდარტებს, რისი აღსრულებაც საქართველოსთვისაც არის სავალდებულო. ვენეციის კომისიისა და ეუთოოდილის მოსაზრებით არაპროპორციულმა სანქციებმა, მათ შორის მკაცრმა ჯარიმებმა შესაძლოა დაარღვიოს შეკრების და გამოხატვის ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი სამომავლოდ ამ უფლების რეალიზაციისთვის. იგივე სტანდარტს ამკვიდრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოც. ჯარიმების გამოყენების ინტენსიურობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის მუხტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნა. ასევე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, თუ როგორ უფარდებენ ამ არაპროპორციულად მაღალ დაუსაბუთებელ ჯარიმებს სასამართლოები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარადგენს ისეთ მტკიცებულებებს, საიდანაც არ დასტურდება სავარაუდოდ სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ის რომ ხალხის რაოდენობა იყო მცირე, არ დასტურდება აქციის მონაწილე ქუჩის გადაკეტვამდე მივიდა აქციაზე თუ გადაკეტვის შემდგომ და რა ნიშნით შეირჩა კონკრეტული პირი აქციის მონაწილეებისაგან. ასევე საქმეებს არ ერთვის კონკრეტული პირის იდენტიფიცირებისთვის მტკიცებულების მოსაპოვებლად ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი. სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პერსონალური მონაცემები არასათანადო დიდი დოზით და პროცედურების დარღვევით მუშავდება. ოქმის შემდგენი პირის ჩვენების შესაბამისად, მან 112-ის ბაზიდან მთელი დღის
ვიდეო ჩანაწერები გამოითხოვა და მიიღო, თუმცა გამოთხოვის დოკუმენტები არ დევს ხოლმე სახეში. გამოიყენა ასახის ამომცნობი პროგრამა, თუმცა პოლიციელი ვერ ასახელებს კონკრეტულად რომელ პროგრამაზე არის საუბარი ან რა აქტით რეგულირდება მისი გამოყენება. ასევე პოლიციელები აცხადებენ, რომ დაამუშავეს დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემები, თუმცა ვერ უთითებენ ასეთი დამუშავების წესზე, ასევე ვერ უთითებენ არასაჭირო ინფორმაცია, რომელიც მათ მოიპოვეს, გაანადგურეს თუ ისევ ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. რაც შეეხება მოსამართლეებს, ვინც განიხილავს ამ საქმეს, გაისაუბრებს ამაზე. მოგესალმებით, მეც და პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ყველა აი ამ პროცედურულ თუ კანონის სხვა ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინფორმაცია აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ის მოსამართლეებიც, რა თქმა უნდა, ხედავენ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და ფაქტიურად ეს პროცესი მიმდინარეობს კანონდარღვევით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ჩართულები არიან ზუსტადაც აი ამ ანგარიშ სწორებაში, რომელიც დაგეგმილი არის ქართული ოცნების მიერ და ფაქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. მათი მხრიდან არის გააზრებული, როგორც ჩანს, და ისინი ამაში ერთვებიან აბსოლუტურად იმის გათვალისწინებით, რომ იციან რა საფრთხეში შეიძლება ჩავარდეს კონკრეტული მოქალაქეები, იმიტომ რომ მათზე ვრცელდება ეს ფინანსური ასე ვთქვათ მაღალი ჯარიმები და რა თქმა უნდა ეს მოსამართლეები და ეს პოლიციელები არიან ამ სისტემის ნაწილი. ახლა მას თუ რომელი მოსამართლეები განიხილავენ ამ საქმეებს და ვინ ჩადის უკანონობას, პირდაპირ ვთქვათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში ესენი არიან ესტონეთის მიერ უკვე დასანქცირებული 6 მოსამართლე: ლელა მილდელბერგერი, ზვიად ცეკვავა, ლელა საგარეიშვილი, კობა ჩაგუნავა, ნინო ენუქიძე, მანუჩა. რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ უკანონობაში ჩართული არის მანანა ნიკაჭაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ზუგდიდის რაიონის სასამართლოში ფატი ფულცყვანიძე, ირაკლი აფშილავა, გვანცა ვარდანიძე. კიდევ ერთხელ ეს მოსამართლეები არღვევენ კანონს, ისინი არ მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მათ, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ იყვნენ ამ ოლიგარქიული სადამსჯელო ოპერაციის ნაწილი. მათ აქვთ ალბათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიღო მათი კოლეგების წინააღმდეგ და სხვებმა ამაზე მაინც იფიქრონ, ეს იქნება მათ მიმართ ჩვენი რჩევა. ახლა რაც შეეხება რა შეიძლება გააკეთონ ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა, ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში მათ უნდა მოგმართონ ჩვენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველამ კარგად იცის ჩვენი ცხელი ხაზი, ეს არის 577 07 05 63. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე თვითონ გადაწყვეტს თავისი უფლებების დაცვას და გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ არ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ, ამ შემთხვევაში გასაჩივრება არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაშიც ვთხოვთ მათ, რომ მოგმართონ ჩვენ. ასევე იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არ გამოცხადდება სასამართლოში, სასამართლო მათი დასწრების გარეშე მას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც არის შესაძლებელი და აქაც თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ჩვენ მოგმართოთ, ჩვენ მზად რომ მათ დავეხმაროთ. როდესაც თვითონ ჯარიმის გადახდის საკითხი დადგება, იცით რომ ძალიან ბევრი ფონდი ფუნქციონირებს, როგორც რაღაც ბიზნესის ინიციატივით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვს ფონდი და შესაბამისად აქაც ვთხოვთ მოქალაქეებს, რომ ეს გაითვალისწინონ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ 5,000-იანი ჯარიმები და
ამ გზის გადაკეთებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით რომ საშუალო ხელფასი საქართველოში არის 1600 ლარი და ოჯახის სოციალური დახმარება საშუალოდ არის 370 ლარი, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ჯარიმა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას და ამ შემთხვევაში ასევე კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული ბიზნესის მხრიდან და კომპანიების მხრიდან კიდევ ერთხელ ყურადღება იქნეს მიქცეული ამ პრობლემებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიას, რომელმაც თავისი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ამ აქციების პერიოდში. 13 ბიზნეს ასოციაცია იცით, რომელიც ძალიან აქტიურობდა ამ პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ამ კომპანიას და ამ ბიზნეს ასოციაციას შევხვდეთ, ვესაუბროთ ამ არსებულ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც მართლა რომლის წინააღმდეგაც ფინანსური სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს, შეძლონ აი ამ ჯარიმების გადახდა. მადლობა.